ესეც გვაქვს მიწერილი სტადიონის შეკეთების საკითხი ინფრასტრუქტურის სამსახურთან და ისნის გამგეობის ესეთი კეთილი ნებაც არის რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ ამის შეკეთებაში ასე ვთქვათ საფარის გამოცვლაში რაც ინიანვრიდან შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი. დიახ, და წარმატებები ამ მნიშვნელოვან საქმეშიც, იმიტომ რომ ასე სპორტული განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა რომ შემდეგ იგივე პარასპორტი განვითარდეს და მართლა კარგ შედეგებს როდებდნენ ჩვენი პარასპორტსმენები სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ამაში მართლაც სერიოზული სახელმწიფო რესურსი იხარჯება და მნიშვნელოვანია რომ კარგი ფუნდამენტი ჰქონდეს ამ დიდ რესურსს, რომ რაღაც ქვიშაზე არ ვაშენოთ სასახლეები, უკვე დასრულ ასაკში, როდესაც ვცდილობთ რომ გამოვზარდოთ სპორტსმენები. აი თქვენ ახსენეთ და გაცვლები სხვადასხვა ქვეყნებთან უცხო ენების სწავლებასთან დაკავშირებით. რამდენად დიდ გამოწვევებს აწყდებით, თუ გეგმავთ რამე მაგათ დადებო ინგლისურის წრე, თუ გეგმავთ რომელიმე სხვა ევროპული ენის წრის დამატებასაც. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ამ შემთხვევაში, რადგან ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ისეთი ძალიან სერიოზული კომუნიკაციები მაქვს გერმანიასთან, არ მხოლოდ ბლისტასთან თქვა, რომელსაც უსნათლოზე ცენტრი და ეხლა რაც ახსენე ამ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ამისათვის რა თქმა უნდა შემოდის საჭიროება იმისა, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ გერმანული ენა. ეს ყველაფერი თან უნდა მოხდეს მუშა მდგომარეობაში, ანუ რეალურ სიტუაციაში და ტრენინგება, იმიტომ რომ მესამე და მეხუთე კლასელებთან ტრენინგის ჩატარების პროცესში ჩვენ ვერავის ვერ მოვთხოვთ, რომ წარმართოს ინგლისურად, ხო? იმიტომ რომ იქაც გერმანიაშიც მესამე კლასელს თქმა უნდა არ იცოდინება ინგლისური ისე. ამიტომ ნამდვილად არის საკითხი იმისა, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ გერმანული ენა. მე ის თავდაპირველად რა თქმა უნდა ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ მოსწავლეებთან არ მქონდა ამის შესახებ ანუ უკვლევა არ მქონდა გაკეთებული, მშობლებთან არ მქონდა. ახლა როდესაც უკვე მოსწავლეები გავიცანი და მშობლებთანაც მაქვს უფრო მეტი კომუნიკაცია, აღმოჩნდა რომ აბსოლუტური ღიაობა აქვთ აი ამ გერმანული ენის, როგორც ვთქვათ, არჩევითი ენის ან მესამე ცხენის შეთავაზებასთან დაკავშირებით და არ ვიცი ეს რამდენად მოესწრება იმამდრიდან რომ შევთავაზოთ, მაგრამ შემდეგი წლიდან ეს მზაობა ისევ ისეთი თუ დარჩა, ვაპირებთ რომ ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ოროსმეორის საჯარო სკოლაში გერმანული ენის შეთავაზებაც იქნება შესაძლებელი. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, მით უმეტეს რომ ევროპული ქვეყნები, ხო როგორც არის გერმანია, ძალიან ბევრ გაცვლით პროგრამას თავაზობენ, განსაკუთრებით იმათ, ვინც მათი ენა იცის. ახლა ინგლისურენოვან პროგრამაზე არის ძალიან დიდი კონკურსი. მაშინ, როდესაც თქვა ფრანგულად ან გერმანულენოვან პროგრამებზე შედარებით ნაკლებია, იმიტომ რომ ეს ენები სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში მათი ცოდნა არის პრივილეგია და არა უფლება. და შესაბამისად უსინათლო ბავშვებისთვის ამ ენების დაუფლება იქნება, რომლებსაც ისედაც ძალიან ბევრი ბარიერი აქვს ცხოვრებაში. მისცემთ მათ გზას იმ ქვეყნებისკენ, სადაც მათი უფლებები გაცილებით უფრო რეალიზებული იქნება და სადაც ისინი შეძლებენ უფრო ხარისხიანი განათლების მიღებასაც და პრაქტიკაში მისაწვდომობის ნახვას, რომელსაც შემდეგ შეძლებენ უკვე საქართველოში თუნდაც შემოიტანონ. აქვე საინტერესო არის ადრე იყო ხოლმე რომ მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აკადემიურ კონკურსებში, ოლიმპიადებში. ახლა რამდენად მონაწილეობენ ისინი და რამდენად კარგ შედეგებს დებენ ამ გაცვლით პროგრამებში თუ იღებენ მონაწილეობას და თუ მგზავრებიან უცხოეთში. ამ ეს კუთხეს ჩემი აზრით ეს მიმართულება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე 11 კლასელი მაგალითად ფლექსის პროექტში რამდენიმე გავიდა და ერთ-ერთ გუშინ მქონდა ამასთან დაკავშირებით ბოლო ეტაპში გასაუბრება. ძალიან მიხარია რომ ჩვენ მოსწავლეებმა მაღალი ქულები დადეს და ძალიან კარგი შედეგები დადეს. და ნახოთ ჩვენს მთელი გულით წარმატებებს უსურვებთ რა გამოვა.
რაც შეეხება აკადემიურ სივრცეს და იგივე კონფერენციებს, ძველი თბილისის რაიონის რესურს-ცენტრიდან ესეთი შემოთავაზება ილიას უნივერსიტეტის რესურს-ცენტრის საერთო თანამშრომლობით ეგიდით ტარდება 13 დეკემბერს თუ 14 დეკემბერს სწორად მახსოვს კონფერენცია რეგიონალური მასშტაბით და ესეთი ძალიან საინტერესო ფორმატი აქვს. ამ კონფერენციაზე შეიძლება მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ მასწავლებელს ან ასე ვთქვათ დირექციის წარმომადგენელს, არამედ მოსწავლესაც, მშობელსაც და ეს ერთობლივი ფორმატითაც შეიძლება გაიტანონ რამე. შესაბამისად ჩვენ გავგეგმეთ ამ შემთხვევაში მე-12 კლასელს და მე გაგვაქვს ერთი თემა, ანუ ჩამონათვალიც იყო, ჩვენ ავირჩიეთ განათლება მდგრადი განვითარებისთვის და ამ ფორმატში გვინდა გავიტანოთ ეს საკითხი, რომელიც უსინათლო მოსწავლეებს ეხება, ანუ ორი მიმართულება იქნება ძირითადად, ჯერ რა თქმა უნდა არ დაგვიმუშავებია სტატია ბოლომდე, მაგრამ ჩამოყალიბდით ან რაღაც ესკიზია ისეთი, რომ ორი მიმართულება იქნება აი ამ ნაშრომს, ერთი როგორ ახერხებენ usinathlo მოსწავლეები, რომელთაც ანანაირი მენტალური პრობლემა არ აქვს, თქვათ სწავლას, განათლებას და მე როგორ ხდება ეს ყველაფერი მრავლობით დარღვევის შემთხვევაში და რა გამოწვევები და რა პრობლემები იჩენს თავს. ნახოთ, ანუ აი ამ კონტექსტითაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა, იმიტომ რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინოს და გაიაზროს, როგორ ახერხებენ უსინათლო ადამიანები საქართველოში განათლების მიღებას, სწავლას, რა გამოწვევების წინაშე დგანან და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ჩართულობის შესაძლებლობა რომ აქვთ ბავშვებს უკვე ბავშვობიდანვე და რაღაც საკითხებზე საუბრის და დაფიქრების, ესეც ნამდვილად აღსანიშნავი არის. საინტერესოა თუ გეგმავთ მაგალითად რომელიმე უცხოენოვანი პედაგოგისა სპეციალისტის ჩამოყვანას, არსებობს გარკვეული პროგრამები, ვიცით, მაგალითად შენობის კორპუსი და სხვა ნებისმიერი და რა ხედვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კარგი იქნება, იგივე მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობა, ჩვენ მივესალმებით იმასაც, რომ თქვათ ინგლისურენოვანი სპეციალისტი, პედაგოგი ჩამოვიდეს ჩვენთან და ინგლისურ ენაზე მოხდეს გაკვეთილების ჩატარება და ასე შემდეგ, ეს ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე პერსონალისთვის, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, თვითონ პედაგოგებისთვის, აქ მოხდება არა მხოლოდ ინგლისური ენის, თქვათ, უნარების გაუმჯობესება, არამედ ზოგადად ხედვების, გამოცდილებების გაზიარება, რაც ჩემი აზრით დღეს უკვე 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რაღაცა ტიპის შეხვედრები ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით, თქვენთანაც გვქონდა ამასთან მიმართებაში საუბარი და ძალიან გამიხარდება და კიდევ ერთხელ გავსახავს, რომ მივესალმები იმას, თუ ეს რაღაცნაირად შედგება და ჩვენ გვეყოლება უცხოენოვანი სპეციალისტის სკოლაში. დიახ, ამასთან დაკავშირებით ხო ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ხო ბავშვების განვითარებაზე და რამდენად მონაწილეობენ მაგალითად ბავშვები იგივე მომავლის ბანაკებში, ან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ბანაკები არის ბაქსუდის, სადაც რომლებიც არ არის ისევ და ისევ კვლავ შიშინო პირებისთვის ისეთ ცალკე განკუთვნილი ბანაკები. რამდენადაც ეს ჩემ მსხლთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რამდენადაც მე ინფორმაციას ვფლობ, ასეთ ბანაკებთან მგონი ჩვენი მასწავლებლები ჯერ არ არიან ჩართულები. ხოშ მე არ ვფლობ ამის მიმართულებით ინფორმაციას. და ბოლოს თქვენ ასე პროფესიული განვითარების და კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი ხართ, ძალიან საინტერესოა თქვენი ხედვა, რა გამოწვევები აქვთ უსინათლო ბავშვებს, უფროს კლასელებს, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ აირჩიონ რაღაც პროფესიული გზა და როგორ ხედავთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და ისინი დაკვალიანდნენ? ზოგადად პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმა საქართველოში მთლიანად ერთი ძალიან ისეთი დიდი ხარვეზია სამწუხაროდ და ეს რჩება დღემდე და მით უფრო ეს ძალიან ისეთი პრობლემატურია სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მასწავლებლებისთვის და ასევე უსინათლო და მცირემხრივი მასწავლებლების
მოსწავლეებისთვის. ხედვა სახელმწიფოს ამ მიმართულებით ვიცით როგორიც არის 2017 წლიდან პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები უკვე მხოლოდ სკოლის გადაწყვეტილების ფარგლებში რჩება ჩატარდეს თუ არა და ეს გაკვეთილების რაოდენობაც რაც შემოიფარგლება მე-9 კლასში თქვა 8 საათით და მე-11 კლასში 4 საათით რა თქმა უნდა ძალიან წელია. და ეს ჩვენ სკოლაშიც ტარდება ხო? ეს ჩვენ სკოლაშიც ნამდვილად ტარდება. უბრალოდ ის სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რითიც ჩვენ შეგვიძლია რომ ან უნდა დავეხმაროთ ამ მოსწავლეებს, რომ მათ შეძლონ გაერკვენ თავიანთ ინტერესებში, გაერკვენ თავიანთ მიდრეკილებებში, მოახდინონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და აი ამ ყველაფერზე დაყრდნობით გააკეთონ თავიანთი პროფესიული არჩევანი, ეს ჩვენ არ გვაქვს რეალურად. ჩვენ რეალურად ვერაფერ ვეხმარებით ამ მოსწავლეებს აი ამ ყველაფრის გაცნობიერებაში და საკუთარი თავის უფრო უკეთ გაცნობაში, ხო? ამიტომ ჩემი დისერტაციის ფარგლებში, რომელიც პროფორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას შეეხება, მე დაგეგმილი მაქვს ვიზიტი გერმანიაში ამ ზამთარს, სადაც ეს მიმართულებაც მინდა, ანუ ამ მიმართულებით მინდა ჰოსპიტაცია გავიარო სხვადასხვა სკოლებში, უსინათლოთა სკოლებში, სადაც მრავლობით დარგვის მქონე ბავშვები არიან და ძირითადი ორიენტირი ავიღო იმაზე, როგორ ვეხმარებით ამ მოსწავლეებს, რომელთა შემთხვევაშიც, ანუ როდესაც რაღაცა ინსტრუმენტებზეა საუბარი და ინსტრუმენტები უნდა შევთავაზოთ, უნდა ყურადღება გამახვილდეს არა ვიზუალურ მხარეზე, არამედ სხვა მიმართულებით, სხვა ტიპის შინაარსობრივ მხარეზე. ნუ რეალურად მათი შიშიმ პირობიდან გამომდინარე რა პროფესია იქნება კიდე მათთვის რეალისტური და საინტერესოც და შესაბამისიც. კი, აი ეს არის მთავარი, რეალისტური, შესაბამისი და ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, ხო? იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ერთად გავითვალისწინოთ, ისე რომ არ დავუკარგოთ ამ ბავშვის მოსწავლის ძლიერი მხარე, ვთქვათ, მისი ინტერესების სფერო, მისი მიდრეკილებები და თან ეს ყველაფერი უნდა რაღაცნაირად შესაბამისობაში მოვიდეს ქვეყანაში არსებულ დაკვეთასთან, ხო, შრომის ბაზრის გამოწვევებთან. დიახ, და გადაცემას უკვე ვასრულებთ ნელ-ნელა და გადაცემის ბოლოს მე მინდა ვთხოვოთ, რომ ვიცით, რომ სკოლის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტა არის, ანუ ბევრმა მშობელმა შეიძლება ვთქვათ, რეგიონში მაღალმთიან ადგილას ყავდეს უსინათლო მცირე მხედველი შვილი, შეიძლება არ იცოდეს ამ სკოლის შესახებ. ან ქონდეს რაღაც შიშები პანსიონში ბავშვის გაგზავნასთან დაკავშირებით და არ შეეძლოს რომ გადმოვიდეს თბილისში საცხოვრებლად. რას ეთყოდით ასეთ მშობლებს და ასევე ან მოსწავლეებსაც ამ სკოლასთან დაკავშირებით? ზოგადად ჩემი ხედვა იმდენად რამდენადაც ინკლუზიურ განათლებაში უკვე რამდენიმე წელია ჩართული ვარ აქტიურად, ესეთია რომ კარგია ქვეყანაში გქონდეს მაქსიმალურად მეტი ინკლუზია და მაქსიმალურად მეტი მოსწავლე მივიდეს სხვადასხვა სპეციალური საგანძილო საჭიროებით, თქვათ, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში. არასპეციალიზირებულში, კი ბატონო, მაგრამ რაც შეეხება ამ შემთხვევას, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს უსინათლობასთან, ან მხედველობის სხვადასხვა დარღვევასთან, მე ვფიქრობ, რომ ისევ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ისევ იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვენ ძალიან არასპეციალიზირებულ სკოლებში ამ მიმართულებით სპეციალისტები თითქმის არ არიან, ამ ბავშვებისთვის, ამ მოსწავლეებისთვის ნამდვილად ბევრად უფრო ნიშანდობლივია მეორე საჯარო სკოლაში სწავლა. ამ სკოლას მოგეხსენებათ თქვენ ჩემზე უკეთ რამხელა გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება თვითონ იმას, რომ ეს არის პანსიონი და ბავშვებს შობლებისაგან დაშორებით მოუწევს ცხოვრება, მესმის, რომ ეს ცოტა ესეთი ფაქტორია რთული, მაგრამ ჩვენ სკოლაში ნამდვილად არის უკვე ყველა ის პირობა, რომ ბავშვებმა იქცნენ თავი კომფორტულად, ცხადია ინფრასტრუქტურა, ისევ მოსაწესრიგებელი გვაქვს ამ მიმართულებით, გარკვეული ღონისძიებებია ჩასატარებელი, მაგრამ ზოგადად რაც შეეხება ბავშვის დარჩენას, სწავლის სასწავლო პროცესს, აღზრდელ მიმართულებას, ამ კუთხით ნამდვილად ყველა პირობაა იმისა, რომ ბავშვებმა
მიიღონ ხარისხიანი და თავიანთ შესაძლებლობებზე მორგებული განათლება. მე ნამდვილად ურჩევდი მშობლებს, თუ კი მათი ირგვლივ არ არის ისეთი შესაძლებლობა, რომ მიიყვანონ ბავშვი სკოლაში, თქვათ და იქ მისცენ მათ შესაბამისი განათლება, გააკეთონ არჩევანი ჩვენზე, ცადონ მაინც ყოველ შემთხვევაში და თვითონ ბავშვებსაც რა თქმა უნდა იგივეს ურჩევდი მოსინჯონ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად განათლება ძალიან ბევრ რაღაცას განაპირობებს ცხოვრებაში, საკუთარი ადგილის პოვნა, პრინციპში ეს არის საბაზისო, ხო, განათლება ყველაფრისთვის და ამიტომ ხარისხიანი განათლების მიღებას რა თქმა უნდა ყველას მხოლოდ ურჩევ. აი კოსმოს რხომალს თუ ვერ გამართავ კარგად, ის ვერ აფრინდება ცაში და განიცდის კატასტროფას. ძალიან ისეთი უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სოციალური უნარებიც, თუმცა მათთან ერთად აკადემიური ცოდნა, რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არასპეციალიზებული სკოლა დღეს ვერ აძლევს ამ ცოდნას უსინათლოს, იმიტომ რომ ინფორმაციის მიღება უსინათლოს მიღდება სულ სხვანაირად, ვიდრე მხედველის, იმიტომ რომ ის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი წყარო მას არ აქვს, ხო, მხედველობა და შესაბამისად ამას მასწავლებლები ვერ გადაახვთ. სხვა წყაროებზე ამ ინფორმაციას კარგად და ვერ აბალანსებენ როგორც წესი სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში. ამიტომ მარტო ინტერნეტში ხო პანსიონში დარჩენაზეც მინდა თქვა, რომ ძალიან ხშირად ის პირიქით ბავშვის დამოუკიდებლობას სადაც უწყობს ხელს გარკვეულ ზომებში და გარკვეულ დოზებში, იმიტომ რომ იქ სწავლობს ოჯახისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას და ისეთ რამესთან შეხებას, რასთან შეიძლება სახლში მას არასდროს შეხება არ მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა თიკო დღეს ჩვენ განაცემით სტუმრობისთვის. თქვენს პირადად გისურვებთ წარმატებებს და ასევე თქვენთან ერთად ჩვენ სკოლასაც. მე კი ორი კვირით დაგემშვიდობებით, დროებით. დიდი მადლობა ნახვამდის.